Shimshile Ariel Mikhatzadzis შაქრის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა მაღაროელთა ცნობით მისთვის სასწრაფო დახმარება არაერთხელ გამოიძახეს, თუმცა ის უარს ამბობს ნებისმიერი სახის მკურნალობაზე. მაღაროელი მშრალ შიმშილობაზეა. ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციების 127 დღე და შიმშილობის მე-16 დღეა. ამ დროისთვის 7 ადამიანი შიმშილობს, 3 მათგანს პირი აქვს ამოკერილი. მშრომელთა პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯორჯიან მანგანეზმა, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში მუშაობაში აჩერა და თანამშრომლების 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდიდა და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებდა. ჭიათურელმა მაღაროელებმა არაერთხელ მოითხოვეს ოცნების მთავრობასთან შეხვედრა, მათ შორის თბილისში გამართული აქციით, თუმცა უშედეგოდ. Თავისუფლება უკანონოდ დაკავებულ ბიჭებს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. თავისუფლება ჩვენს ღირსეულ ჭიათურელ ჩვენს მეგობრებს და აუცილებლად ღვთისმშობლობით ჩვენი ბრძოლით დავატოვებინებთ ამ უფლისგან კურთხეულ ჭიათურას, იმ საზოგადოებას, რომლებიც მოსულნი არიან სრული ამ სიტყვის გაგებით, შრომის მოყვარი ადამიანების მოძულენი და ეშმაკის მოციქული. Შეძლებთ აუცილებლად, რომ ჩვენი ლამაზი ჭიათურა დატოვონ და ღირსეულ პირობებში გავაგრძელოთ სამუშაო. თავისუფლება დაპატიმრებულ ბიჭებს და სოლიდარობა მას